ჩვენ ვარ ძალიან ტრადიციული ხალხი. საახალწლო ფეირვერკები აკრძალეს. ხომ ხედავთ რამდენი ვარ საჯარო სამსახურებს WhatsApp ჩატებში, Messenger-ში, კაპიტნების ჯგუფში წერდნენ, რომ აი ხო ხედავთ როგორ შემცირდნენ, როგორ დაიშალენ. ხომ ხედავთ, რომ სიცივე როგორ აშინებს და ჩვენ დავინახეთ ის, რომ როცა საჭიროება იყო, როცა პოლიცია ღია აგრესიაზე გადმოვიდა და იყო მცდელობა აქციის მონაწილეები დაეჭირათ, ხალხი თვითორგანიზებით მოვიდა აქციაზე და ისევ გადავკეტეთ გზა. მე მინდა ყველას გითხრათ რა, აი მე მაგალითად წინა საახალწლოც ვიყიდე ტკბილეული ოჯახისთვის და ნაწილი გადადებული მაქვს მთავრობის სახლში, ვიცი რომ თორნიკე არის სტუმართ მოყვარე, მინდა რომ მეკვლე ვიყო, მეკვლე ახალი წლისა, რომ აჭარის მთავრობა გახდეს ევროპული და იმედი მაქვს მიღბიანი ადამიანები დაგვთავენ ნებას, რომ ეს ტკბილეული მივართვათ თანამშრომლებს, მათ შორის იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ აჭარის მთავრობის სახლს იკავებს დროებით ალბათ და სამომავლოდ კეთილსინდისიერი სამართლიანი არჩევნებით უკეთესი ადამიანი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება ზოგადად განხილვას, თუ შეიძლება გეტყვით, რომ აქ ჩვენ შეკრებილებს გვაქვს პროფესია, გვაქვს კვალიფიკაცია, გვაქვს არჩევანის თავისუფლება და ჩვენ ვიბრძვით ზოგადად ყველას უფლებისთვის, რომ ჩვენთან მოქალაქე არ დაიჩაგროს. მათ შორის პოლიციელები, რომლებიც კანონს კი არ ემორჩილებიან, არამედ ემორჩილებიან კეთილ ნებას, ხელისუფლების და ზემდგომების ბრძანებებს, რაც უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. კანონი უნდა იყოს ზევით და კანონს უნდა მიყვებოდეს პოლიციელები და არა პოლიტიკურ მიზნებს და პირად გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, მეგობრებო, მე ვხედავ პედაგოგების პოზიციებს, მათ გაზიარებულ ინფორმაციებს. აი როგორ შეიძლება პედაგოგი, მათ შორის ლექტორები და რამდენიმე სტუდენტი ჩაიყვანეს თბილისში, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პროპაგანდისტული დამოკიდებულება ჩამოეტანათ ბათუმში და ბათუმელი სტუდენტებისთვის ეთქვათ, რომ რეალურად ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი არის ნორმალიზებული და ჩვენს დიპლომებს საფრთხე არ შეექმნება. ეს არის პროპაგანდის მანქანა და ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ. პოლიციელებს რაც შეგეხებათ, ჩემი ძალიან მოკრძალებული თხოვნა იქნება, ყოველი ლექცია, რასაც თქვენ აქ ყოველი ჩვენთაგანის გამოსვლისგან მოისმენთ, აი გულწრფელად გეუბნებით რა. ძალიან მოკრძალებულად და თავდაბალი გეუბნებით ამას. თქვენს გულებში მიიტანეთ ახლოს და გთხოვთ დადექით ჩვენს მხარეს. სხვანაირი არჩევანი აქ არ არსებობს. ჩვენ ერთად ვიბრძვით საქართველოს უკეთესი მომავლისთვის და დღეს თუ თქვენ, აი მაგალითად წინა დღეს თქვენი უფროსი რომ დარბოდა პირობითად და იცდილობდა რომ რაღაც პროვოცირება გაეკეთებინა და ვიღაცები დაეჭირა, თქვენი პოზიცია უნდა იყოს კანონის მხარეს და ჩვენს გვერდით რა. რაც შეეხება დაცვას, აი მაგალითად არჩილი და ბევრი ახალგაზრდა რეალურად არის ავანგარდი და სახე ამ პროტესტის, თუ ისინი არ გაჩერდებიან, ჩვენც არ გავჩერდებით. ჩვენ ერთობლივად მივიყვანთ დასახულ მიზანს ბოლომდე, საქართველოში ჩატარდება განმეორებითი სამართლიანი არჩევნები და ყველა ტყვე ან პოლიტპატიმარი, რომელიც დღეს ციხეში არის, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების და ლექტორიდან დაწყებული ყველა აუცილებლად გათავისუფლდება.